მოგესალმებით მეგობრებო, აი აგარი გაჩეჩილი ვარ, ნახეთ. ესე იგი, სათაურიდან ალბათ უკვე ყველაფერს მივხვდით, მაგრამ დღეს დილიდან ევა ტიროდა, ხო, დედა? ტიროდა ევა და ტიროდა, ხო და მე ვიფიქრე, რომ დაიღალა. ანუ რეალურად დავაბრალე გზას ეს მისი ტირილი და ხო იცი ამ ბავშვებმა ხოლმე ზოგჯერ მე ჭირვეულობა რომ დაიღლებიან ან რამე და ვიფიქრე რომ ნუ ამისი ბრალია ხო და ნუ კაი მაგრამ ეხლას თუმცა ისე ტიროდა როგორც ამ ტირილი არ იცის მაგრამ ვინაიდან გუშინ მანქანის პრობლემაც ჰქონდა გზაში და ვიყავი თითქმის 9 საათი გზაში ვიფიქრე რომ ანუ უბრალოდ მაგის ბრალი იყო ბავშვი დაიღალა მაგრამ ეხლა დავაძინე როგორც იქნა ანუ ჩახუტებული იყო ჩემთან თან ჭამდა და დაიძინე ჩათბუნდა და დაიძინე და მე რომ გაიღვიძა ბავშვმა გაიღვიძა საოცარი ტირილით ხო და თან აი ასე აკეთებდა ანუ აი ასე აკეთებდა სულ ასე და მე მივხვდი რომ ყურით ტკივა მეთქი და თურმე ორივე ყურით ტკივა იმიტომ რომ ასეც ამ მეორეზეც აკეთე და ტიროდა და სასწრაფოდ ვუყიდეთ ის ყურის წვეთები და ასევე აქვა დეტრიმი ამ D ვიტამინი იმიტომ D ვიტამინი დაგვრჩა სამეგრელოში და ვუყიდეთ ორივე და ყურში ჩავაწვეთე და როგორც კი ჩავაწვეთე 5 წუთში ბავშვი დამშვიდს ჯერ წულში ჩავაწვეთე მე ორეში და ესე შევფუთე ასეთი შეფუთულები ვართ აი ხო და აი ახლა ხო ხედავთ ჩუმად ანუ ევა არ არის ტირალა ბავშვი ანუ არიან ბავშვები რომლებიც ბუნებრივად ტირიან ხშირ ანუ ბუნებრივი მდგომარეობა არის ყველაფერზე ტირიან ევა თუ ტირის ძალიან რამეზე, ესე იგი რაღაც ისე არ არის. ან შეიძლება ჭირვეულობის მომენტი აქვს, მაგრამ ჭირვეულობის მომენტი როცა აქვს, მაშინაც კი არ ტირის ისე, როცა რაღაც ტკივა, ხო, აი ძალიან იწყებს ტირილს და თან ყურის ტკივილი, ხო იცით როგორია, დიდ ადამიანსაც კი ცოტათი რო გეწყება ყურის ტკივილი, მე იმ წუთშივე ვიწვეთებ, იმიტომ რომ მე ძნელად გადის და ახლა პატარა რომელიც საერთოდ ვერ იწვის ხო რა ყურის ტკივა ის რო ტირილს იწვევს მით უმეტეს ევა მომთმენი ბავშვია და ესე იგი ევა რო ტირილს იწვევს უკვე კარგად ტკივა ამ დროისთვის ყური ხო და ძალიან შეეცოდა დედას ძალიან შეეცოდა და თუმცა მალევე უშველა იმან აშკარად როგორც საყვარლად იყურება კამერაში თუმცა იმან აშკარად მალევე უშველა ხო და აი ასე რატო ატკივდა და ესე იგი ჩვენს კონდიციონერი არ ქონდა ჩართული სულ არ გვაქვს კონდიციონერი მაგრამ კონდიციონერმა იცის ხოლმე მაგრამ კონდიციონერის ბრალი არ იყო ფანჯრები იყო ჩაწეული თუმცა მთელი გზა მოფარებული მქონდა თხელი ჩითის ნაჭერი მთლიან ბავშვზე და თავზეც მაგრამ რადგან ქარსიტში არ ჩერდება უნდა სულ ხელში ქარსიტში საშინლად უოფლიანდება აი ეს ნაწილი რომელ მხარესაც თავი უტევს ძალიან უოფლიანდება იმიტომ რომ ის არ არის ბუნებრივი მატერია ეს ხელოვნური ის აქვს ნაჭერი რაღაც და ძალიან უოფლიანდება ხოლმე თავი სუსველი აქვს ხოლმე თან საკმაოდ მალე მაგრამ ხელშიც იმ მხარეს რომლითაც მე მედება ანუ თუ მაგალითად ესე მიჭირდა სახე ჩემსკენ ახო ეს მხარე უსველდება და მე დიდხანს ასე ხო ვერ გიჭირავს ბავშვი იღლება მე ვატრიალებდი თუმცა ვუწმენდავდი ანუ ვუმშრალებდი თავს და თან მთელი გზა მოფარებული მქონდა თავზე და მიუხედავად ამისა მაინც ატკივდა თან პლუს მე გარეთ მოგვიწია იქა რომ ცდილობდა შეეცვალა საბურავი გარეთ ვიყავით და აი ეს პლედი რო გვაქვს აი სტაფილოსფერი ნახეთ ამაში მყავდა გახვეული თავიდან ბოლომდე წარმოიდგინეთ ეგ რო არ გამეკეთებინა ეხა ალბათ რა ვიცი შეიძლება სიცხეც იქონოდა ბავშვს ხო და აი ესეთი მდგომარეობა გქონდა და ეხა კარგად არის აშკარად უშველად დამშვიდდა დაწნახდა და მეც დამშვიდდი დაღლილობა რა თქმა უნდა არის ჯერ ისედაც ამ ხელა გზის გავლა გამოვლა ადვილი არ არის მე ახლა როცა ხელში ბავშვი ყავს პლუს და მე კიდე პლუს როცა რაღაცა ისე არ არის ვთქვათ საბურავი ან რაღაც ხო ნერვიულობ და ანუ ესეც ემატება და ბუზით ააშა კამერას და მოკლედ ეს ყველაფერი იყო ფაქტორი და დღეს ვარ ისე გამოწურული ლიმონივით მჭირდება
კარგი დასვენება, გემრიელი საჭმელი და კარგი ფილმი, მაგრამ ვინაიდან პატარა ევა სულ ჩემთან არის, არც ერთი მაქვს, არც მეორე და არც მესამე, მაგრამ არც ერთ სარავჩივი მთავარია, არაფერი არ სტკიოდეს ბავშვი, ხედავთ? ხა, როგორი ყურება, თვალი არ მოუჭირებია თავისთვის კამერაში. აი მეგობრებო, ასეთი იყო ჩვენი ეს ვიდეო. თუ მოგიწევთ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, თუ აქამდე არ გამოგიწერიათ, მე კიდე დროებით გემშვიდობებით. ხო, კიდე მივხვდი იმას, რომ ამას ეს ყური გუშინ არ ასტკივნია, რამდენიმე დღეს ტკიოდა, აი ნახეთ ახლა რა მშვიდია და წყნარია და ესე იგი სულ წუწუნებდა, ღამეთ წუწუნებდა, დაწოვდა მაშინაც წუწუნებდა. მეკითხებოდნენ იქნებ რძე არ ყოფნის, მაგრამ ხელს რომ მოუჭერდით, რძე აშკარად კარგად იყო. ესე იგი ანამდვილად ყურის სიცოცხლე და ჩვენი იქ სიცოცხლე დავბანეთ ერთ საღამოს და მე ქუდი დავახურეთ, ჩავასვით, მაგრამ გარეთ გავიყვანეთ და ეთყობა მეზობელთან წავედით უბრალოდ და ეთყობა იმ საღამოს ასტკივდა და იმის მერე სულ ტკიოდა, ოღონდ ცოტათი ტკიოდა და ითმენდა და მარტო ზუზუნებდა და გუშინ მგზავრობა რომ დაემატა, ცოტა დაატყანიამა, ეთყობა ძალიან ატკივრა და დღეს აი ასეთი ძალიან იჭერდა, სულ ასე აკეთებდა, ასე და აი ასე, ახლა კარგად არის, ხო დედა? ჩემი რა ცოდვები არიან პატარები, როცა თქმა არ შეუძლიათ, ძალიან მეცოდებიან. ეხლა ქუდი უნდა მოვტანო და დავახურო. ის ქუდი იქ რაც ქონა წაღებული პატარა აქვს და არ ეხურება კარგად და ცოტა დიდი ქუდი უნდა დავაფარო. ეკამდე კიდე შეიძლება. ბები ამაშოშავი. ნახე რა შუმადა. ბავში, აი გუშინ წინ, მაგის წინ, ანუ 3 დღე და მე-4 დღე იყო ეს. და მაშინ უბრალოდ წუწუნებდა და ანუ იქმენდა რა, აი ძალიან ატკიოდა ეთყობა და დღეს უკვე ეთყობა გუშინ გზაში დაემატა. ჩემი ჭკვიანი გოგონა. ეხლა ცოტა ხანი შენ დაიჭმე იქიდან ქუდს მოუტან. ხო, მაგის მერე იყოს.